გამარჯობა, დღეს ჩვენი საიტისთვის, რომელიც დავამზადეთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ისევ ხელოვნური ინტელექტისთვის გავაკეთებთ ესეთ ვალუტის კონვერტორს, დაუშვათ გვაქვს ჩვენ $1000 და გვაინტერესებს რამდენი იქნება ეს ლარში ან ევროში. ესე რა თქმა უნდა, ვალუტების შეცვლა შეგვიძლია, თანხების შეცვლა შეგვიძლია. ამ ინფორმაციას წამოიღებს ოფიციალური საქართველოს ეროვნული ბანკიდან, National Bank of Georgia და წამოიღებს ამას ოფიციალური, აქ არსებული კურსიდან. ამისთვის გამოვიყენებთ ჩვენ Lovable Devs და ფაქტიურად ჩვენ გვექნება დღეს vibe coding-ი. ანუ კოდის წერის გარეშე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დავწერთ საიტისთვის კოდს, რომელიც გაგვიკეთებს ესეთ კალკულატორს, ესეთ კონვერტორს, ესე ვთქვათ რა. შეგახსენებთ, მე ვარ ვლადიმერ კვარაცხელია, მაქვს 11 წლიანი გამოცდილება საიტების დამზადების WordPress-ზე და დღეს უკვე თქვენთან ერთად ვსწავლობ vibe coding-საც და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საიტების დამზადებას. ეს ყველაფერი კეთდება Lovable-ის მაგალითზე. შევიდით ჩვენს აკაუნტში, აი აქ. აი ასე. ჩავწეროთ password-ი და შეგახსენებთ. თქვენ რომ გაივლით რეგისტრაციას, ისე ჩვეულებრივად რომ გაიაროთ რეგისტრაცია, გექნებათ 5 კრედიტი დღეში და ჯამში გამოდის 30 კრედიტი თვის განმავლობაში. მაგრამ თუ დარეგისტრირდებით ამ ჩემი ლინკით, აი ამ ლინკით, ამ ლინკს დავდებ აღწერაში, ვიდეოს აღწერაში, დაგემატებათ კიდევ 10 უფასო კრედიტი. დამიჯერეთ ეს ძალიან უხვი საჩუქარი არის, იმიტომ რომ რაღაცა მომენტებში შეიძლება ერთი დღის ლიმიტი მთლიანად ამოიწყოს. ასე რომ 10 ცალი კრედიტი ნამდვილად გამოგადგებათ. შეგიძლიათ უკვე ამ მომენტისთვის 3 ადამიანი არის დარეგისტრირებული და იმედი მაქვს მიყურებთ ამ ვიდეოში და დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. ამით რა მოხდება ჩემთვის? ამ უფასო კრედიტები თქვენ რომ დაგერიცხებათ, მე არაფერი არ მერიცხება ამ ეტაპზე, მაგრამ თუ გადაწყვეტ რომ შეიძინოთ ამ ჩემი ლინკით, მე უკვე ფასიან ვერსიაზე თუ გადახვალთ, 100 კრედიტს მაჩუქებენ და ეს იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. მადლობა და დავიწყოთ, გადავიდეთ საქმეზე. მოვნახოთ ჩვენი პროექტი. აი ეს არის. და აქვე ჩავაკოპიროთ პრომპტი, ან დავალება. ამ დავალებას როგორც გვეკითხარით, განვათავსებ ლინკს დავდებ ამ ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ გადმოიწეროთ და თქვენ რო დაგჭირდებათ ისე გადააკეთოთ. დავკლიკოთ. ვნახოთ აბა რას გააკეთებს, ძალიან საინტერესო არის. კი ბატონო, დაველოდოთ. და ვნახოთ, ესე იგი დაასრულა თუ არა. ჯერ კიდევ პროცესი მიმდინარეობს. ასევე ძალიან მაინტერესებს, რამდენ კრედიტს წაიღებს ეს ყველაფერი. ნახოთ, ესე იგი, ამ დავალების დაწყებისას გვქონდა ჩვენ 5.4 კრედიტი. და ვნახოთ, სულ მავიწყდება რომ ვნახო დასაწყისში რამდენი კრედიტი იყო და ბოლოში რამდენი კრედიტი იყო და აი შევხედოთ მაგასაც. იმედი მაქვს დღეს არ დამავიწყდება და ვნახავთ. ცალკე ამისთვის ვიდეოს ჩაწერა მეზარება ხოლმე ხარ არის იმდენად მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა ვნახოთ. ჩაფიქრდა. იმედი მაქვს არ გაჭედავს. ვალუტის კონვერტორი შეიქმნა და განთავსდა პროდუქციის გვერდზე ფილტრის ზემოთ. ფუნქციონალი ეროვნული ბანკის API-დან კურსის და ავტომატური ჩამოტვირთა, ყოველ საათიანი განახლება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საინტერესოა. გადავიდეთ პროდუქციის გვერდზე. აი აქ მე დავიმალები და აი ნახეთ. კი ბატონო, ესე იგი 1 ლარი. დროშები რო არ გვაქვს, დროშები სად არის? დროშების გაკეთება ხო გთხოვეთ? კონვერტორს. განახლდა 11.45-ზე.
გასაგებია, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. კარგი, publish დავკლიკოთ, დავასეივოთ ეს ყველაფერი და გარედან ვნახოთ როგორ გამოჩნდება იმ ლინკით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავუგზავნოთ დაინტერესებულ პირებს, ჩვენს ვიზიტორებს, ჩვენს კომპანიონებს, კლიენტებს და ასე შემდეგ, ყველას, ვინც დაინტერესებული არის ჩვენი საიტით. გადავიდეთ, აი აქაც უნდა გამოჩნდეს წესით, პროდუქციის განყოფილებაზე, კი ბატონო, გადავედით და გვაქვს. დაუშვათ, ნახოთ, $1000. ნახოთ, რამდენ ლარს დაგვიწერს. აჰა, მშვენიერია. კი ბატონო, აქ შეგვიძლია შევცვალოთ რაღაცეები. გასაგებია. რა არ გაგვიკეთა? დიზაინს ცოტა უკეთეს მოველოდი, იმიტომ რომ მინდოდა დროშები ქონოდა ამ ყველაფერს და დროშები არ გვაქვს შესაბამისი ვალუტისთვის. და მაგალითად ეგ დავწერე, თუ ნახეთ პრომპტი, ლარისთვის ქართული დროშა მინდოდა, დოლარისთვის ამერიკული დროშა და ევროსთვის ევროკავშირის დროშა, რომ მაინც ვიზუალურად სხვანაირად გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ დიზაინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხლა აი ყოველ შემთხვევაში ადამიანს უკვე წაკითხვა უწევს, მაშინ როდესაც დროშა უფრო დაზოგავს დროს და ნაკლებად ძაბავს twins, ეგრევე გასაგები ხდება, რომელი ვალუტა რას აკეთებს და როგორ მუშაობს. ამ შემთხვევაში კონვერტორი, ვალუტის კონვერტორი უფრო მარტივად იმუშავებდა ადამიანებს. არც ამით დაიქცა ქვეყანა კაცმა რო თქვას, მაგრამ მაგ იმის თქმა მინდა, რომ პრომპტი ესე უბრალოდ რომ დავწეროთ და ყველა აი ძალიან ვცადე რომ ეს დეტალები გამეთვალისწინებინა და ნახეთ კიდევაც რომ აი აქ მიწერია პრომპტში მიწერია რომ შექმენი ვალუტის კურსი კონვერტირება ასე შემდეგ მოთხოვნები აი აქ მიწერია ნახეთ ესე იგი ლარი საქართველოს დროშა თითოეულ ვალუტას უნდა ჰქონდეს შესაბამისი დროშა ლარი საქართველოს დროშა დოლარი ამერიკის დროშა ევროკავშირის დროშა და ასე შემდეგ ევროსთვის ევროკავშირის დროშა არ გაითვალისწინა თუ ვერ გაითვალისწინა რაშია საქმე არ ვიცი და დაგვრჩათ ჩვენ აი აქ გამახსენდა კარგია 3.4 კრედიტი ანუ 2 კრედიტი წაიღო გასაგებია კი ბატონო მოდი ვთხოვოთ რომ ვალუტისთვის დროშები დაამატოს მაინც ანუ ჩვენს თემას მივყვეთ და ნახოთ აქაც რას გააკეთებს აბარამდე ანუ იმის თქმა მინდოდა რომ საკმაოდ ხო გარკვევით დავწერეთ რომ დროშის დასმა გვინდა ვალუტისთვის და მაინც არ გაითვალისწინა ეს ამბავი ამით იმის თქმა მინდა რომ ერთი პრომპტით შეიძლება არ გამოვიდეს ამიტომ ჩვენ ვატარებთ ამ ექსპერიმენტებს რომ დავხვეწოთ პრომპტის წერის საშუალება ვნახოთ რა შესაძლებლობები აქვს ვნახოთ სად ავიწყდება სად შევახსენოთ სად რა როგორ გავაკეთოთ რა თქმა უნდა ეს ესე ექსპერიმენტის ტიპის ვიდეოებში რთული იქნება რაღაცა ჭეშმარიტებამდე და რაღაცა იდეალურ პრომპტამდე მისვლა მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრაქტიკა გვჭირდება ბევრჯერ გააკეთეთ ეს დღეში გეძლევათ 5 კრედიტი მართალია 6-ჯერ 5 კრედიტი გეძლევათ თვის განმავლობაში მაგრამ დარწმუნებული ვარ იცით რაც უნდა გააკეთოთ პირველი ლეგალური კარგი სუფთა თავისუფალი რაც არის ეს არის რომ ლინკი რომელსაც დავდებ აღწერაში იმით თუ დარეგისტრირდებით 10 უფასო კრედიტი გემატებათ და მე კიდე დანარჩენი მოიფიქრეთ აბა ეს გაკეთება შეიძლება ისე რომ არავინ არაფერი არ გააფუჭოთ და არავინ არ შეაწუხოთ კარგი თუ შეგიძლიათ მომწეროთ და მე ცალკე დავწერ ვიდეოში არ მინდა ამის თქმა არაფერი არალეგალური არაფერი ცუდი არაფერი სიბოროტე უბრალოდ მაინც არ მინდოდა ამის დამეწერა ესე იგი ლარისთვის ანუ დაუკონკრეტოთ ისევ რომ დროშები გვინდა აი ასე აი მინდა დროშები და რა ვქნა შეიძლება ადამიანს რაღაცა სხვანაირად უნდოდეს და ამას ესე ვთქვათ ჭყალებში რო ვთქვათ დაეზარა ალბათ გაკეთება ან დაგვიზოგა რესურსები ან არ ჩათვალა საჭიროდ არ ვიცი ან იქნებ რამე მიზეზის გამო ტექნიკურად შეუძლებელია დროშის დასმა ვერ დავიჯერებ არა იმიტომ რომ აი აქ მახსოვს იყო დროშები და რატომღაც გააქრო ერთი პრომპტის შემდეგ ანუ
რაღაცა ხდება მაინც, ხო, რაღაცის ან დავიწყება ხდება, ან რაღაც ტექნიკურად ხარვეზდება, მაგრამ ისევ და ისევ გავიმეორებ ამ ექსპერიმენტებს, იმიტომ ვატარებთ, რომ მეტი პრაქტიკა გავიაროთ, მეტად ნახოთ, იმიტომ რომ ერთი არას დოკუმენტაციაში უწერიათ და რასაც გვირდებიან, რომ ამას გააკეთებს, იმას გააკეთებს და შეიძლება ჩვენ დავბრალდეს, რომ კარგად ვერ ვაძლევთ დავალებას, მაგრამ მეორეა, რომ პრაქტიკაში ვნახავთ ჩვენ თვითონ, რომ აი მაგალითად აი აქ ძალიან გარკვევით წერია, რომ დროშები მინდა. სად არის დროშა? დროშა ვერ დაკიდენ, დროშა. დავაჭიროთ ახლა აქ და აბა ვნახოთ დროშას თუ დაკიდებენ. ძალიან საინტერესო. დარწმუნებული ვარ, გააკეთებს, მაგრამ აი იმ მექანიზმს ვერ ხვდები, რატომ კოდში უკვე არის დროშები. კი ბატონო, შევამოწებს ჩანს თუ არა პრივიუში. ნუ ესეც ვიცოდი, რომ გაკეთებული არის, მაგრამ რაღაც დახარვეზდა, ტექნიკური ხარვეზი არის რა, ანუ განაის, რომ აი როგორც ხუმრობით თქვი, რომ დაეზარა მას გაკეთება და კრედიტები შეგვინახა და ჩვენი დაზოგა კრედიტები არა, მაგაში არ არის საქმე, რაღაც ტექნიკურად დაწავიდა ისე, როგორც ჩვენ აი ნახე აქ პრივიუს აკეთებს, აი ამ პრივიუში თუ გაანდიდებთ არის ზუსტად საუბარი იმაზე, რასაც ახლა გაჩვენებდით. ესე იგი URL გავაკეთოთ ამას. აი აქ მაჩვენებდა პრივიუში რომ დროშები არის, მაგრამ რეალურად საიტზე რო გადავდივართ, აქ დროშებს მე ვერ ხედავ ერთად და თქვენც ვერ ხედავთ. ბრაუზერს ვერ დავაბრალებ, იმიტომ რომ Chrome-ის ვერსია მაქვს განახლებული, ყველანაირი ედონი წაშლილი მაქვს, დაუშვათ რამე თვითონ ბრაუზერს თუ დაბრალდეს, რომ აქვე აღმოვაჩინე, რომ მაინც ბრაუზერს ბრალდება, არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ Firefox-ში ჩვეულებრივად იხსნება და აჩვენებს დროშებიანად, აი აქ არის მაგალითი და აი ეს დეტალი მინდა დავუწერო რა სიტყვის ამაზე. ბრაუზერში ჩანს დროშები ჩვეულებრივად და ბრაუზერში არ ჩანს. გამოასწორე. აბა ვნახოთ რას გააკეთებს. ხო, აი ვერ მივხვდი ხა ეს ჩემი მხრიდან არის სამე პრობლემა და კონკრეტულად ჩემს ბრაუზერს აქვს პრობლემა, ანუ ის რაზეც ვამბობდი რომ გამორიცხულია თქო, მაინც და მაინც ის მოხდა, ვერ დავიჯერებ. არა, იმიტომ რომ სხვა რაღაცებს გატესტილი მაქვს, ყველაფერი წესრიგშია. შევცვლი SVG დროშის სურათებით. შეკარო ადამიანო, აქამდე გაგეკეთებინა, მოგენახა ქსები და დეტალები. ხა Chrome იმდენად პოპულარულია და პრინციპში Firefox-იც, რომ უნდა სწოდნოდა, რომ რაღაცა შეიძლება არ გამოჩენილიყო სადმე, არ ვიცი რატო, მაგრამ ისეთ მომენტიც არ გამორიცხოთ, რომ ის მისი ცოდნა, რაც მას აქვს და რასაც ის იყენებს, ხა ჩვენ ხო უფასო ვერსიას ვიყენებთ. და ის ინფორმაცია, რომელიც არის უფასოში, შეიძლება რაღაცით ჩამორჩება, იმიტომ რომ Chrome-ის განახლებისას დაუშვათ შეიძლება რამე შეიცვალა. არ მგონია, მაგრამ უბრალოდ ყველანაირად ვცდილობ გამართლებას ნაწილობრივ ჩემისაც და თვითონ ამისიც და ვნახოთ აბა რა გააკეთე. ესე იგი, აი აქ გვაქვს ეს საიტი. განვაახლოთ. ვერაფერ განახლებას ვერ ვხედავ ისეც. Publish-ზე დაკლიკეთ, აი update-ი დაგჭირდება ახლა რომ გაკეთდეს და ვნახოთ რას შეცვლის ეს ჩვენი update-ი. თუ არ და შევეშვათ, არ არის პრობლემა. ხო, კრედიტები ფაქტიურად გავხარჯეთ, აი აქ ჩანს კრედიტები და დაგვრჩა 0.6 კრედიტი. ფაქტიურად დღევანდელი რაც ჰქონდა ჩვენ ოფიციალური 5 კრედიტი ის ჩათვალეთ, რომ გავხარჯეთ, იმიტომ რომ ახლა ამ პატარა რაღაცეებით არ მგონია რამე მნიშვნელოვანის გაკეთება შესაძლებელი იყოს. დაველოდოთ აბა შედეგს და ვნახოთ თუ გამოაჩინა დროშები. გამოაჩინა დროშები. კი ბატონო, დროშა დაკიდენ. როგორც ხედავთ, დროშები გვაქვს. გვაქვს ლარის, დოლარის, ევროსი. ევროსი ძალიან ცუდად ჩანს. აი აქ მინდოდა ეს დროშებიც რო ყოფილიყო, იმიტომ რომ
იმ სურათზე Firefox-ის ბრაუზერში, რომელიც დავსკრინე, იქ ჩანს, რომ აქაც არის, აქ არ არის. მოკლედ, დახვეწა და დახვეწას შესაძლებელი არის, საჭირო არის, მაგრამ ისევ და ისევ წმუნდები, რომ ერთი პრომპტი რომ შენახული კონდეს ადამიანს და აი დახვეწილი კარგი ხარისხიანი და ის ჩაუკოპირო, ყოველთვის ერთი და იგივე შედეგს ვერ გამოიღებს. მაინც რაღაცეები საყურადღებოა, იცვლება თვითონ ხელოვნური ინტელექტის ცოდნის ბაზაც, იცვლება ეს განახლებები რაღაცა და შეიძლება ერთმანეთთან უცებ თავსებადი არ იყოს და უცებ არ იყოს რაღაცა ისე გამზადებული რა. მოკლედ, როგორც ხედავთ, ვაექსპერიმენტებთ, რაღაცები კარგი, საინტერესო რაღაცები გამოგვდის და მაჩვენეთ თქვენი ინტერესი, მომიწონეთ ვიდეო, დამიწერეთ კითხვები კომენტარში, გამოიწერეთ არხი თუ გამოწერილი არ გაქვთ და გაუზიარეთ ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება ეს აინტერესებდეს. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა.